ვიტყვი, გამაკრიტიკებს ნახევარი საქართველოს კი არა დედამიწა. იმიტომ რომ მე მაინც დინოზავრი ვარ. ხო, მე ხო ჯენზი არა ვარ, დინოზავრების ეპოქიდან მოვდივარ და მე სხვა კუთხიდან უყურებ. 90-იან წლებში ელექტრონული მუსიკა რომ მოვისმინე პირველად, მე მივხვდი რომ ეს გამოაშტერებდა ხალხს. შენ რომ მითხრა რამ გამოაშტერა ეს ხალხი, ეტყვი რომ ვაი, გადავახვიოთ ხა იქ. მუსიკაში გაქრა მელოდია, გაქრა ჰარმონია, გადავიდა დუნც. ელექტრონიკა ძალიან ბევრი არსებობს ეს. მე მესმის, მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ რახან მე შენ მოგაცილე მელოდია და რიტმიკა წამოვწიე წინ და ამას მასიურად გიკეთებ იქ სადაც ახალგაზრდები ერთობიან, შენ რა გონია რომ ამას თაობაში ვერ მიიღებ გამოხმაურებას, რა თქმა უნდა მიიღებ. შენ სადაც მე ესე იგი გაგი პრიმიტივე კინემატოგრაფია და საფიქრალი არ მოგეცი კინოში და რა ვიცი მე ისაა რაბინია იზაურო გაყურებინე და მექსიკური ტელესერიალები გაყურებინე ვედროთუნად მე ეს არ შენ გონია რომ გემონების დეგრადაცია არ მოგივიდა შენ სადაც თოქ-შოუები გაყურებინე სადაც რეალურად სიღრმეში არავინ არ მიდის და ხალხი ერთმანეთში თავში ურთავს და რა ვიცი მე ნერვების ისმით ისაა სადაც ჟურნალისტიკა დგას იმაზე რომ თუ კი რაღაცა ხმამაღალი სათაური არა უბრალოდ სტატიას ადამიანი არ კითხულობს ეგ ნიშნავს რომ საზოგადოება არ დაემგვანა ამას რა თქმა უნდა დაემგვანა იმიტომ რომ ჩვენ ხელოვნება თუ მივმართეთ იმაზე რომ კონსუმერულად იმას ვაკეთებთ რასაც ხალხს მოსწონს მაშინ ჩვენ ვიწვევთ ხალხის დეგრადაციას შენ რომ მკითხო რამ გამოაშტერა ხალხი მე გეტყვი საბაზრო ეკონომიკა მიჩივლეთ ახლა სადაც გინდათ მე რატო იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკა ქმნის იმას რაც მოსწონს მოხმარებას და მოხმარებას ამოსწონს ის რაც აძინებს მას